რეკომენდაციები პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელ ახსრულების უწყებას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მოსმენების კუთხით ქვეყანაში ვითარება ისევ შემაშფოთებელია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი თემა, რაზეც ნავი პილაის შენიშვნები აქვს. მისი რეკომენდაციები დღეს თბილისში განხილვის თემად იქცა, მაგრამ ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა რეკომენდაციების გათვალისწინებაზე უკვე უარი თქვა. ლევან ჩუგოშვილი დეტალებით. გაეროს უმაღლესმა კომისარმა საკუთარი ანგარიშის ძირითადი ნაწილი რეკომენდაციებს დაუთმო. ნავი პილაიმ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ჯერ შინაგან საქმეთა და სასჯელ ახსრულების სამინისტროებს გადაუგზავნა, მოგვიანებით კი მედიას გააცნო. ის ქვეყანაში სამთავრობო უწყებებისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიუმართე, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შეიქმნას. ეს ორგანო პასუხისმგებელი იქნება გამოიძიოს პოლიციისა და სხვა სამართალდამცველი სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი გადაცდომები ან დანაშაულებები. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 8 თანამშრომელი, თუმცა დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მდგომარეობას ამ პროცესისადმი. გაეროს რეკომენდაციებს სტეფან წმინდიდან უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიკაიძეს საკუთარი შესწორებები აქვს. დღესდღეობით ჩვენ სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჩვენ სამინისტრო აღარ იძიებს, ამას იძიებს პროკურატურა და მე ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის სრულად დამაკმაყოფილებელია. ჭიკაიძისგან განსხვავებით გაეროს რეკომენდაცია დღეს ოპოზიციამაც მოიწონა და მმართველმა გუნდმაც ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის გენერალური მდივნის საქმე გაიხსენეს და განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი ორგანო შემთხვევას უკეთესად გამოიძიებდა. ასეთი სენსიტიური საქმეები და მგრძნობიარე საქმეები დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმით უნდა წარიმართოს. რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თავის დროზე, როდესაც სუბარის უწყებამ ეგრეთ წოდებული შიდა მოკვლევა ჩაატარა, ეს არ იყო საკმარისი ნაბიჯი. ლოგიკაში ჯდება ის, რომ დამოუკიდებელი კომისია უფრო ობიექტურად გამოიძიებს აღნიშნულ საკითხებს და მე ამაში კარგ ისმენს ვერაფერს ვერ ხედავ, თუმცა ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამგვარი კომისიის შექმნის თაობაზე, რომ რა კომპოზიცია იქნება, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან აქ, რაოდენ კვალიფიცირებული იქნება კომისია და ასე შემდგომ. მათ იციან ვისთან ვრეკავთ, რაზე ვლაპარაკობთ და სად ვარ. ანგარიშის კიდევ ერთი და მთავარი ნაწილი უკვე ფარულ მოსმენებს დაეთმო. გაეროს კომისარმა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება შემაშფოთებლად შეაფასა და პარლამენტს მოსმენებზე კანონის დროულად მიღებისკენ მოუწოდა. იგივე რეკომენდაციაზე კარგა ხანია საუბრობენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. სამწუხაროდ გვინდა ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს და სამართალდამცავ უწყებებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ბოროტად გამოიყენონ მათგან დასებული ტექნიკა და საშუალებები. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს პრობლემა, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციების აკვიატება და გაეროში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ადამიანის უფლებების სფეროში აცხადებს, რომ ეს ნამდვილად არის პრობლემატური საკითხი და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მის დროულ მოგვარებაზე. მოსმენების გარდა გაეროს კომისარმა საკანონმდებლო ორგანოს მოწმეთა ახალი წესით დაკითხვის დროულად ამოქმედების რეკომენდაციაც მისცა. ნავი პილაიმ ანგარიში საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე წარადგინა.